პარლამენტის სასამართლოსა და სახელმწიფო სტრუქტურების ელექტრონული მართვა ამ თემაზე იუსტიციის მინისტრი თია წოლუკიანი ბრიფინგს მართავს და ჩვენ მას პირდაპირ ეთერში თავაზობთ. წელი ვიცდით და 20 წამიც მოვიცდით. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მე საქართველოს იუსტიციის ახალი მინისტრი უარს ვამბობ პარლამენტის აუდიტის სამსახურის და სხვადასხვა სამინისტროს ქსელებისა და სერვერების მართვაზე. მე დამხვდა ზურაბადეიშვილის მემკვიდრეობა ამ მხრივ, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ხელისუფლების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს და სხვა სამინისტროების კომპიუტერების, ქსელების და პროგრამული უზრუნველყოფის მართვა. ამას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხაზგასმით მინდა აღნიშნო მაღალ კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები. ისინი ჩვენს უწყებას უწევენ ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურებას, როგორც სამინისტროში, ასევე მისდამი დაქვემდებარებულ სიპებშიც. მაგრამ ქვეყნის სწორი სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, რომ ჩვენმა უწყებამ შეწყვიტოს სხვა უწყებების, სერვერების, პროგრამების, კომპიუტერების, ქსელების მართვა, რადგან არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების შტოს ერთი უწყება აკონტროლებდეს სხვა ხელისუფლების შტოს ან შტოებს. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა არის შესაბამის გუნდთან შეთანხმებული, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება სისრულეში მოყვანა. ეს არ არის მარტივი, რადგან თქვენ იცით, ინფორმაციული ტექნოლოგიები ისეთი სფეროა, სადაც პროგრამები შენდება, სისტემები ეწყობა, მაგრამ მის გადაწყობას ან დაშლას დრო სჭირდება. ეს დროს წაიღებს, მაგრამ ეს პირდაპირ არის დაკავშირებული თუნდაც პარლამენტის შემთხვევაში ახალი ადამიანური რესურსების მოძიებასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამატებით ფინანსებთან. იუსტიციის სამინისტროს წინასწარი გათვლებით პარლამენტს იმისთვის, რომ დაიბრუნოს თავისი მონაცემთა ბაზები და დროსთან ერთად შეძლოს ქსელების და კომპიუტერების მართვა და პროგრამული უზრუნველყოფის მართვა, საწყის ეტაპზე უნდა დასჭირდეს ალბათ სადღაც 400.000 ლარის ინვესტირება და შემდეგ ყოველწლიურად დამატებით 800.000 ლარის ხარჯვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსებთან იქნება ეს პირველ რიგში დაკავშირებული, მაგრამ გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება არის იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება და მყარი და მე მოვუწოდებ ყველა უწყებას, რომელიც არის ჩვენს უწყებაზე დამოკიდებული ელექტრონულად ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით, გამოყონ ადამიანები, ვინც იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურასთან, smart logic-თან ითანამშრომლებს იმისთვის, რომ ბაზების დაბრუნების და ზოგადად გადაბარების პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს. მადლობთ. ეს იყო თია წოლუკიანის განცხადება. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო აღარ გააკონტროლებს სამინისტროებისა და პარლამენტის სერვერებს და ამისთვის სავარაუდო თანხა, რომელიც დაიხარჯება, ის აღნიშნა 400.000-დან 800.000 ლარამდე. ამ თანხაზეა საუბარი.